გადაცემის სპონსორია წყაროს წყალი ბაკურიანი. ბაკურიანი, შენ გრძნობ, სხვები ამჩნევენ. გადაცემის სპონსორია ემბავუდი. შეიძინე ავეჯი ემბავუდში და მიიღე საჩუქრები. ემბავუდი, ავეჯის შეძენის დროა. გადაცემის სპონსორია ჩაის ქართული ბრენდი გურიელი. გურიელი ექსპორტი. დაბადებული საქართველოში. პროექტის მონაწილეთა უსაფრთხოებაზე ზრუნავს დაცვის კერძო კომპანია თორნი. შაბათია. რუსთავი 2-ის ღამის ეთერში სწორედ ახლა დიდი შოუ გრძელდება. ეს ტოპ გოგოა, პირველი საერთაშორისო რეალიტი შოუ ქართულ ტელესივრცეში. მე ნინოც გიტიშვილი ვარ, სააგენტო ლუქნოდორსის დამფუძნებელი და ტოპ გოგო ჟიურის თავმჯდომარე. 6 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელმა 19-მა გოგონამ საუკეთესო ტიტულისთვის ბრძოლა დაიწყო. პირველი ემოციური ფოტოსესია, მოდის სახლ მატერიას კოლექციის ჩვენება და ჟიურის ვერდიქტი. შოუს ყველაზე სუსტი მონაწილე ეკატოვებს. 18 ამბიციური გოგონა საუკეთესო წოდებისთვის ბრძოლას აგრძელებს. სილამაზეს დაცვა სჭირდება. პროექტისა და გოგონების უსაფრთხოებას დაცვის კერძო კომპანია თორნი უზრუნველყოფს. პირადი დაცვა სახლსა თუ გარე, ეს ის კომფორტია, რომელიც შოუს მონაწილეებს მთელი პროექტის განმავლობაში ეხება. Static on the way, make us all say roar. The people up top push the people down low. Get down and obey every word. Steady getting mine if you haven't yet heard. Wanna take what I got, don't be absurd. Don't fight the power, nobody gets hurt. Bed Lounge-მა იულიას დალისა სამსახური შესთავაზა. გოგონები ივენთებზე გოგო დენსერებად იმუშავებენ. დარწმუნებული ვარ, მან მისულ საზოგადოებას დაუვიწყარი საღამო ელით. შაბათს გოგონებს პირველი სამუშაო ღამე ჰქონდა და რა თქმა უნდა შოუს დანარჩენი მონაწილეებიც შეუერთდნენ მათ. She really want me, ooh, she dancing on me. The way she throw it on me make me wanna spend my money. Cause she's my private dancer. წინ კიდევ ერთი რთული კვირაა. გოგონებისთვის მორიგ ფოტოსესიამდე და აუთსაიდერამდე განვირთვა საუკეთესო საშუალებაა. Bed Lounge კი ის ადგილია, სადაც ტოპ გოგოს მონაწილეების სიამოვნებით ატარებენ დროს. La mama is a superstar. Look at all that ass on her. I confess, I can't lie. I'm the biggest fan of her. She be getting low, grinding slow. I need a კლუბში გართობის გარდა ალისას და იულიას Bed Lounge-მა განსაკუთრებული პირობები შესთავაზა. გოგონები ივენთებზე კლუბში მისული საზოგადოებისთვის ენერგიულად და სექსუალურად იცეკვებენ. ეს ნამდვილი შოუა. I'm a whole brain damage. Chewy Louis Gucci, that shit only fuck with rappers. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ შოუში შოუ ნამდვილად იდგმება. ურთიერთობები მონაწილეებს შორის და ზოგადად მოვლენები ძალიან საინტერესოდ ვითარდება. კლუბიდან დაბრუნებულ გოგოებს ევია საქციელის და გამო ფაქტიურად ისტერიკული რეაქციები ჰქონდათ. ქართველებმა ამ თემასთან დაკავშირებით განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი. რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ ევია ზრდასრული და თავისუფალი ადამიანია. ვისთანაც, სადაც და როგორც უნდა შეუძლია გაატაროს თავისუფალი დრო. მაგრამ მან შოუს მკაცრი წესები სასტიკად დაარღვია და რა თქმა უნდა იყოს დასჯილი. თუ როგორ დაიჯდება ევი, ამას ვიხილავთ გადაცემის ბოლოსკენ. Мужчины в клубе начали реагировать на наших девочек, да, и
охрана посчитала нужным нас просто увезти. Ჩემი იმიჯი ილახება, როცა ბოდიში და ბ***ში ვარ რა. Я вела себя хорошо. Ура! ადამიანს ზოგადად სიცხლში აქვს ესეთი რაღაც, ვერაფერს ვერ მოთხოვ. ადამიანს პროვინციელი ვერაფერს ვერ გაეწყობა. პროვინცია ეგია საკოთა იგივე. მოდი რა არ გვიდა რა ეს წითელი ჯურის თამაში. აუ მე ჩემი აზრი მაქვს, თათაკო და შენი კონდეს. მე ხო შენ არაფერს არ გეუნები შენ ასე ხო? არ შენ არ გეკითხება, მე მინდა გამოვიდა. ხო და შევაბრძოლებ, მე რასაც შენ არ იმას ვიკითხება. არ შენ არავინ არ გეკითხება. მე ჩემს გამოვქო, როცა მომინდება, იმიტომ რომ ვცდილობ რომ გადაყარე ჩემთან. გაიგე. როცა გაკოზირი რომ უცხოელებს მიაჯო, ახლა ქართველებში ის რაღაცა მე რაღაცას ვფიქრობ, ვამბობ, მე ვარ გენამათები. არაფერი არ მithქვამს. მე გამოხდი და მე საერთოდ არ შემიძლია ვთქვა ის რაც მე მინდა, შენ შეგიძლია თქვა ის რაც შენ გინდა. არ შეგეხე. საერთოდ არ მithქვამს შენ ასე არაფერი. მე ვეღარ გავსვას და დავარკვიე. არ მინდა აქ მესამე პირი და ზედმეტი პირი. ბაზარი არაა, ძალიან კარგი. Всё. Ну и გასაგებია. ეს არ შეიძლება პროსტა. მართლა შეიძლება. არ შეიძლება ნამდვილად. აქ არავის მტრედის და ბუნდღის და ბიძაშვილის ნათესავი არ არის რა. თუ მოვიდა მეცნობარი აფერისტი გავხდები და მეგრელი, რომ არ მინდა, არ შემიძლია. ჩემში არ ზის ეს მეგრელობა, რა გავაკეთო. არ მინდა ვინმეს გამო მეც ზიანი მოგადგეს. ასე რომ ყველამ დააჭიროს. ჩვენ ვიცით მოქცევა, როგორ მოვიქცეთ. და მოდი რა, როცა იცი რომ ხაგა ხარ ჩასული, იმის ქუდი უნდა დაიხურო, როგორც შეეფერება ადამიანს. ქალბატონი უცხოელი 10 კილო რომელსაც აქვს. რა? ლატვიიდან, Evia. We are pretty girls in a club. It's natural that someone wants to meet us and dance with us. Ко мне подошел маленький, толстенький, некрасивый. К Юле тоже. К Эви подошел красивый, элегантный, стильный мужчина. Не обнималась даже, когда он к ней руки, она от него. В танце. Кстати, я это тоже танце. ასე იგი, სერიოზულად მეშინია უკვე ღამე დაძინების. იმიტომ რომ არის აქ ადამიანი, რომელიც სერიოზულად მგონია, რომ ფსიქიკურად ცოტა ვერ არის კარგად და მოშლილი აქვს ფსიქიკა და ძალიან მინდა, რომ ან საერთოდ ამ ოთახიდან მე გადავიდე, ან ის გადავიდეს, ან კამერა იყოს, რომ დაცვა მაკონტროლოს, იმიტომ რომ ღამე ისეთ რაღაცებს ვამჩნევ, რომ მართლა მეშინია, რომ რამე არ დამიშავდეს. წუხელ რომ მეძინა, ну ჯერ ხომ მთელი ღამე დადის და არ ძინავს, ჩემს თავზე ძინავს რა. მთელი ღამე დადის არ ძინავს და გრძნობ, რომ ვიღაც მიყურებს ღამე რა და მეღვიძება. და დგას. მე რაღაც ადის ესე საწოლს ანჯღრევს, მე რაღაც მუსიკას უკრავს ხეზე. რაღაც არანორმალური რაღაცები შვრება და მართლა მეშინია, რომ ეს ადამიანი ცოტა მე მგონი ვერ არის каргат. Да раме არ დამიშავს. Я просто в шоке, честно. Я в шоке от грузинских девочек. Я стояла и ночью стучала в кровать и пугала Лилу. И делала вот так, типа я что-то там какой-то домовой. Ну, я не знаю, но, по-моему, это уже смешно. იმდენად გართულდა ყველაფერი და იმდენად გათავხედდა ხალხი, რომ არ ვაპირებ, რომ ვინმეს რამე მოუთმინო. Они меня уже достали. Они меня раздражают просто. Რას ნიშნავს მოკეტე? მინდა სიცილი და უნდა გავიცინო. Просто-напросто раздражают. ვინმე რო შემეხოს, სიტყვიერათაც კი თუნდაც როგორც გუშინ მოხდა, ალბათ თვალებს ამოვთხრი. Если надо будет драться, будем. Ничего страшного, будем драться. Наши поссорились с грузинками, и даже грузинки там между собой поссорились тоже еще с грузинкой. Меня поражает тупость Лилы. Аранаир коалиციას ადგილი არ აქვს. Она очень глупая девочка. Ილუსთან, ელენესთან და კიდე რამოდენიმე გოგოსთან ურთიერთობას გავაგრძელებ, მეგობრები ვიქნებით პროექტის გარეთაც და საკო ამ პროექტიდან რომ გავა იმასთან დაკავშირებით რომ მე უცხოელებს უთარგმნი ქართველების ნალაპარაკებს. Она стала за нас заступаться, ну просто фраза из серии там она сказала, какая вам разница? Они начали на нее гнать, типа, а почему ты вообще вмешиваешься? Алиса არის ერთი ჩვეულებრივი ლამაზი გოგო, რომელიც ჩვეულებრივად ცხოვრობდა და აქ ჩამოვიდა და ბუფ. Лилу, допустим, да, если она ко мне подойдет и что-то попросит, я ей не откажу. Но близких отношений я с ней иметь не буду. და მე ადამიანი, რომელიც თავხედია, ხო? და უზრდელია.
ჩემი აზრით ვერაფერს ვერ მიაღწევ. What the fuck? რაც შეეხება Юлиас, გოგო არის სრული ავადმყოფი. Они мне напоминают бабушек, которые от нечего делать сидят и общаются и обсуждают каждую другую девушку, потому им, наверное, скучно здесь. Они сами сумасшедшие. Мне иногда пугаются вот эти грузинки. Ну, насчет Юли нет. Ничего плохого не думаю. შოუს მონაწილე გოგონებს დახვეწილი ფიგურა და ჯანმრთელი სხეული სჭირდებათ. ამ შედეგის მიღწევაში მათ იოგა ეხმარება. სანამ გოგონები იოგას ფედერაციაში ვარჯიშობდნენ, ნუკი მათი თვალიერებით ერთობოდა. როგორც ჩანს, ნუკი იოგას არსს ჯერაც ვერ ჩაწვა. მოგესალმებით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სპორტულ ცენტრ სალერში. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ეს კვირა ძალიან დაკავებული ხართ სპორტული აქტივობებით, აქედან გამომდინარე, გერმანულმა კომპანია სალერმა, რომელიც საქართველოში გთავაზობთ საუკეთესო ხარისხის სპორტულ პროდუქციას საუკეთესო ფასად, გადაწყვიტა დაგასაჩუქროთ სპორტული ტანსაცმლით. გთხოვთ, აირჩიოთ და მოირგოთ თქვენთვის სასურველი ტანსამოსი. სავარჯიშოდ გოგონებს შესაბამისი ტანსაცმელი სჭირდებათ. სპორტულმა მაღაზიამ სელერი შოუს მონაწილეებს საჩუქარი გაუკეთა. გოგონები მაღაზიას ესტუმრნენ და ტანსაცმელი საკუთარი გემოვნებით შეარჩიეს. როგორც აღმოჩნდა, შოპინგს მონატრებულ მონაწილეებს ეს პროცესი ძალიან გაუთქმათ. გახალისებულ გოგონებს სელერიდან დროულად წამოსვლა არც მოფიქრებიათ. Всё, теперь мне в нашем доме ничего не страшно. Taste me how to duck, taste me how to duck. სამყაროში სალერი უდევთ თქვენ გვერდით იქნება და სელერიდან გოგონებმა გეზი ფიტნეს კლუბ ასპრიასკენ აიღეს. გამარჯობათ გოგოებო. დილა მშვიდობისა, თქვენი გამაჯანსაღებელი დილა იწყება დღეს ასპრია ფიტნესში და იმედია ეს ყოველდღიურობაში გადაიზრდება ეს ყველაფერი, რადგან ყველა ადამიანს ეს იქნება ახალგაზრდა, იქნება ასაკოვანი, არ აქვს მნიშვნელობა. სჭირდება სპორტი, სჭირდება ჯანმრთელი წესი ცხოვრების იმისთვის, რომ მიაღწიოს ამ ცხოვრებაში ძალიან ბევრს, იმიტომ რომ ჯანსაღს სხეულში, ჯანსაღი სულია. ფიტნეს ინსტრუქტორმა შოუს მონაწილეებს ინდივიდუალური ვარჯიშები შეურჩია. ნინო ცქიტიშვილის მიცემულ შენიშვნებს სხეულის ფორმებთან დაკავშირებით გოგონები ასპრიაში რეგულარული ვარჯიშით გამოასწორებენ. კონკურსანტები თავს არ ზოგავენ. უკვე იგრძნობა, რომ პირველობისთვის ბრძოლის სურვილი ყოველ მათგანში იმატებს. მალე გოგონებს მორიგი დავალების შესრულება მოუწევთ. კიდევ ერთი ფოტოსესია მათ საკუთარი შესაძლებლობის დემონსტრირების საშუალებას მისცემს. ის, ვინც დავალებას თავს ვერ გაართმევს, პროექტს დატოვებს. ეს შოუს კანონია. ტოპ გოგოს ტიტული მხოლოდ ერთმა საუკეთესომ უნდა მოიპოვოს. გადაცემის სპონსორია წყაროს წყალი ბაკურიანი. ბაკურიანი, შენ გრძნობ, სხვები ამჩნევენ. გადაცემის სპონსორია ემბავუდი. შეიძინე ავეჯი ემბავუდში და მიიღე საჩუქრები. ემბავუდი, ავეჯის შეძენის დროა. გადაცემის სპონსორია ჩაის ქართული ბრენდი გურიელი. გურიელი ექსპორტი. დაბადებული საქართველოში. პროექტის მონაწილეთა უსაფრთხოებაზე ზრუნავს დაცვის კერძო კომპანია თორნი. გადაცემის სპონსორია წყაროს წყალი ბაკურიანი. ბაკურიანი, შენ გრძნობ, სხვები ამჩნევენ. გადაცემის სპონსორია ემბავუდი. შეიძინე ავეჯი ემბავუდში და მიიღე საჩუქრები. ემბავუდი, ავეჯის შეძენის დროა. გადაცემის სპონსორია ჩაის ქართული ბრენდი გურიელი. გურიელი ექსპორტი. დაბადებული საქართველოში. პროექტის მონაწილეთა უსაფრთხოებაზე ზრუნავს დაცვის კერძო კომპანია თორნი.
ელეგანტურობა, ვფიქრობ, ეს ქალისთვის ერთ-ერთი მთავარი ხიბლია. ფოტოსესიაზე შოუს მონაწილეებს სწორედ ამ ხიბლის წარმოჩენა მოუწევთ. ამისთვის რეტრო სტილი შევარჩიეთ. რაც მთავარია, კონკურსანტებს ყველა პირობა შეუქმნით იმისთვის, რომ როლი გაითავისონ. ნახოთ, რამდენად ელეგანტურები და დახვეწილები აღმოჩნდებიან გოგონები ფოტოსესიის დროს. შოუს მონაწილეები რესტორანმა მარჯანოვ ექსპრესმა მიიწვია. გოგონებმა იტალიურ საღამოზე პუბლიკას დიზაინერ მაგა ხუციშვილის ტანსაცმლის კოლექცია წარუდგინეს. მომდევნო აუთსაიდერამდე იტალიურ გარემოში გატარებულმა საღამომ გოგონები სასიამოვნოდ განტვირთა. თქვენი მოგზაურობა მარჯანოვ ექსპრესში იტალიური საღამო. გრძელდება ძალიან დიდი მადლობა гогонебо. Абам შეუძლია. Добро пожаловать, девочки. Ну так, наш вечер продолжается. Так что каждую пятницу у нас итальянские вечера. Ждем вас всегда с радостью. გამარჯობათ. მე ვარ დიზაინერი აკანა ანიტაშვილი, თქვენი იმყოფებით ჩემ ატელიეში ახლა ამჟამად და როგორც შევთანხმდით პროდიუსერებთან, ანუ ახლა გადაწყვეტილია ჩვენება, მე გაცმევთ ჩემი კოლექციის კაბებს, რაც არის 2013 წლის ზაფხულის კაბები. არის გადაწყვეტილი, რომ რეტრო სტილში გავაკეთოთ ეს ჩვენება. მოგესალმებით, მე ვარ ლევან ლეკოჭვანია, ფოტოგრაფი თქვენი ამ კვირის და თქვენ გეკნებათ დავალება რეტრო სტილი, ესეთი აკას კოლექციიდან და გადაგიღებთ ფოტოებს. ან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. იმედია ყველაფერი კარგად გამოგვივა. ფოტოსესია ახლოვდება. დაძაბულობაც იმატებს. გოგონები დიზაინერ აკან ანიტაშვილთან მივიდნენ. ჯერ აკას ახალი კოლექცია დაათვალიერეს. შემდეგ კი დიზაინერის დახმარებით კაბები შეარჩიეს და ტანზე მოიგეს. კონკურსანტებისთვის მორიგი საბედისწერო დღეც დადგა. ფოტოსესიამდე რამოდენიმე საათით ადრე გოგონები სპეციალურად რეტრო სტილისთვის შერჩეულ მაკიაჟსა და ვარცხნილობას სალონ მელანში იკეთებენ. კადრს მიღმა ცალკე შოუა, კიდევ ერთი რეალითი და თანაც ძალიან სახალისო. აი ესე აღგებს იმაში. როგორ ემზადება ტოპ გოგოს გადამღები ჯგუფი მორიგი ფოტოსესიისთვის? ეს თქვენც უნდა ნახოთ. I was born. You got a kid inside. ნიკიტი ჩასიცნო. Son of a gun. აფიქრეთ ჩავს, ვინმე თუ რას უშვება, ეგ მაინც ვით თუქშია საჭმელი. I represent Manageboard. Woo! Manageboard. I'm best 21. I got a lot some fun. მუშაობს, ვაცარ, გუშტი ხელს მუშაობთ, ხა გადიმა კამერები გოშინებს. ფილტრებს ვახალისხებ, მე. ერთი აზე ახათ ამფრის. My neighbor Johnny. ხო, ეგ არის ეს. და დაგინახავს თვითონ. რანჩო. რანჩო ქვია.
მოგესალმებით გოგოებო გეორგიოს რანჩოზე. მე ვარ გიორგი, აქაურობის ხელმძღვანელი. სამ თქვენი გადაღებები დაიწყება. თავიდან ჩვენ მინდა დაგათვალიერებიოთ საჯინიბო, ცხენები და შემდგომ სახლი შიგნიდან. იმედია მოგეწონება. ფოტოსესიის გადასაღებად წოდორეთში მდებარე guest house გეორგიოს რანჩოში ირჩა. გადაღებების დაწყებამდე გოგონებმა რანჩო დაათვალიერეს. ულამაზესმა ბუნება, რანჩოს ეზოშივე მდებარე საჯინიბო და ცხენებმა შოუს არა მხოლოდ უცხოელი, არამედ ქართველი მონაწილეებიც აღავსთოვანა. ფოტოსესია რეტროსთვის. რეტრო სტილში გადაწყვეტილი გეორგიოს რანჩოს ინტერიერი იდეალური აღმოჩნდა გადასაღებად. და კვლავ ბექსტეიჯი. არ გამოტოვოთ, ნახეთ, ვინ აკეთებს ტოპ გოგოს. So get down on your knees. Open! Hello Fashion TV, I am in George Michael. And what you will do, baby, harder will find. I'm a little boy, and I'm not your baby. It's harmonic in that. Ipines, მოდი რაღაც. მე ზუსტად არ გამოსწრებ, რა? გახდა. შნურები. Hobo me. Not a hoochie coochie me. But I'm a mannish boy. დღეისთვის ჩვენ ნიუსები დამთავრებულია. შემდეგ ჩარტებში მოგახსენებთ სხვა სიახლეებს. გამარჯობათ. გოგოებო, დღეს ჩვენ ვიმყოფებით guest house გეორგიოს რანჩოში, სადაც თქვენ გექნებათ ფოტოსესია, სახელწოდებით, ანუ თემა იქნება რეტრო. და ეს ინტერიერი სპეციალურად შევარჩიეთ იმისთვის, რომ ძალიან მოუხდება ამ თემას და გაალამაზებს თქვენ ფოტოსესიას. როგორც იცით, ეს ფოტოსესია თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ყველა ფოტოსესია, რადგან ამ ფოტოსესიის მიხედვით გამოვლინდება კიდევ ერთი აუთსაიდერი. მე მინდა წარმოგიდგინოთ ლეკო ჭყონია, ფოტოგრაფი, რომელიც იმუშავებს დღეს და გადაგიღებთ ფოტოებს და ასევე ძალიან ცნობილი დიზაინერი აკან ანიტაშვილი, რომლის კოლექციაცაც დღეს თქვენ ჩაიცვათ. ლეკო, ეს ორი სიტყვით გოგოებს. მოგესალმებით, მე ვარ თქვენი ამ კვირის ფოტოგრაფი, დავალება არის რეტრო და რასაც გეტყვით, ყველაფერი უნდა გააკეთოთ ისე როგორც საჭირო იქნება და თქვენც ასევე თქვენ უნდა იპოზიოროთ ისე როგორც ამ სტილს შეეფერება და გამოვა ეს ყველაფერი იდეალურად. მე დღეს ჩაგაცნობთ მოგარგებთ თითოეულს ჩემ კაბას, კოსტუმს. და მინდა გირჩიოთ, რომ ეს რეტრო სტილი, იგივე კაბები რა სტილშიც არის, ძალიან უხდება ამ ინტერიერს და თქვენზეა ბევრი დამოკიდებული, როგორც წარმოაჩენთ ჩემ კოსტუმს. მომისმინეთ, ალამეს სახი გაქვს, ეს გამოიყენე და შენი სხეული ყველაფერი აჩვენე რა. მედია. მიდი, კიდე ერთით. ჰა? ძალიან უიტყვაწები იყონ. მიდავე ვიშობი არა. ფოტოგრაფმაც მითხრა, მომცა კომპლიმენტები, უბრალოდ მითხრა კომპლიმენტები. ჟემჩუკ. დაწეკ, ხო დაწეკ. ო, ამაზე. შეგრე ფეხები ესე გააკეთე, რა თუ ვერ დაწეკ და აი რა.
აი არ შემიძლია რო არ გითხრობოთ, უკვე აქ მაგ რა მართლა ძალიან სულ. ცოტა მოდი რა აზრზე. გეუბნები ვერ აკეთებ. Мне понравилась реакция фотографа, то есть он сказал, что у меня красивое лицо, но нужно им пользоваться. Зачем ფეხებზე კიდევ არ ეხლა? ამიტომ გაში ამჟამად შენი თავი, მე რიგაში. აი ხელების საწევი რო რეტრო შოუ ჩავ. ხო გითხარი თავინა სადღაც უნდა წაიღო და აი თავში მოაგივარ. არა ხა. ჩემს ნესტარს ჩავასობდი ალისას საოცრებათა გვერდიდან. აჰა, შემოტრიალდი, ეხლა ძალიან მოიტყვარწები, ჭიაყელასავი. არ არის ეს რეტრო, ეს არის პორნოგრაფია, არ მინდა ეხლა მე პორნოგრაფია. ის ემოცია ვერ მოდიოდა, ცარიელი ლამაზი გოგო, კარგი ლამაზი კაბიტა, ლამაზი ვარცხნობით. Я в восторге от этого платья, я его еще заприметила, на примерке, и я себя чувствую такой благородной дамой. არის დაიხედო სარკეში რა ძალიან ხო რა დელაპარაკები მგონია ზერდილობა იქონია და მომისმინე და მიყურე შენ ძალიან ლამაზი ხარ მართლა როცა უნდა გახდე Мовчит. Что Она была 5 минут, и я практически не успела даже в образ войти толком. Классно, позитивно, мало, хочется еще. ასეთი ფოტოსესია ჩემთვის პირველი იყო და ალბათ მაგიტომ ცოტა დავიწავე. გამხერეთ ჩანხარ. Что не смешите меня, до свидания. ვიდრე ჟიური გადაწყვეტს, ვინ ემსხვერპლა რეტრო სტილს, გოგონებმა დროის საინტერესოდ გატარება გადაწყვიტეს. მათ კინოთეატრ რუსთაველში უახლესი ფილმი სიყვარულის თავშესაფარი ნახეს და ემოციურ აუთსაიდერამდე დადებითი ემოციები დაიბრუნდნენ. ვალენტინოვას სიყვარულის თავშესაფარი. გადაცემის სპონსორია წყაროს წყალი ბაკურიანი. ბაკურიანი, შენ გრძნობ, სხვები ამჩნევენ. გადაცემის სპონსორია ემბავუდი. შეიძინე ავეჯი ემბავუდში და მიიღე საჩუქრები. ემბავუდი, ავეჯის შეძენის დროა. გადაცემის სპონსორია ჩაის ქართული ბრენდი გურიელი. გურიელი ექსპორტი. დაბადებული საქართველოში. პროექტის მონაწილეთა უსაფრთხოებაზე ზრუნავს დაცვის კერძო კომპანია თორნი. გადაცემის სპონსორია წყაროს წყალი ბაკურიანი. ბაკურიანი, შენ გრძნობ, სხვები ამჩნევენ. გადაცემის სპონსორია ემბავუდი. შეიძინე ავეჯი ემბავუდში და მიიღე საჩუქრები. ემბავუდი, ავეჯის შეძენის დროა. გადაცემის სპონსორია ჩაის ქართული ბრენდი გურიელი. გურიელი ექსპორტი. დაბადებული საქართველოში. პროექტის მონაწილეთა უსაფრთხოებაზე ზრუნავს დაცვის კერძო კომპანია თორნი. ფოტოსესია რეტრო ძალიან ეფექტური აღმოჩნდა. შედეგით ჟიურის წევრებიც კმაყოფილი დავრჩით. გოგონებმა ფოტოებზე საკმაოდ საინტერესო სახეები შექმნეს. თუმცა ერთი კონკურსანტისთვის ეს ფოტოსესია საბედისწერო იქნება.
ნინო და ლენა აუთსაიდერისთვის ემზადებიან. კეთი. როგორ ახარ? მორიგი ვერდიქტის გამოტანამდე მათ დიზაინერ კეთი ჭრიკვაძის სალონში კაბები შეარჩიეს. აი მე ეს ფოთან ბრძელია. შავს აღრჩა. შავი, სულ შავი. კი ბატონო. ლამაზია ზამა. ნინო, აბა დაგვა. ზამა ლამაზი. კეთი და ფეხზე რა არის ამაზე კაცი? საერთოდ სადა ფეხსაც მე დაბაჭ კრასია. ხო, აი როგორც ნა. სადა ფეხსაც მე მეგეთი, ხო? გადავწყვიტე ამას სავიღე კეთი. ამას კეთი წავედი. დაგიშვი მადლობა. უღრმესი მადლობა. გელოდებით. პასიო. აბაჟროები. კარგად. პაკა. ლენა, ლეკო, მოკლედ ჩვენ მქონდა მეორე ფოტოსესია, რომლის მიხედვითაც ჩვენ უნდა გამოვავლინოთ აუთსაიდერი დღეს. ეხლა მე მაინტერესებს რა თქმა უნდა თქვენი აზრით, გადავხედოთ ამ ფოტოებს და მივიდეთ გადაწყვეტილებამდე, ვინ გახდება დღეს აუთსაიდერი. ეს არის ჩემი ფავორიტი, საკო, რომელიც მათ ძალიან კარგად იმუშავა და ძალიან მოუხდა ეს რეტრო სტილი. თათაკო იყო არაჩვეულებრივი. თვითონ როგორ მუშაობდა? კარგად მუშაობდა. ან მუშაობის პროცესში. თავისუფლად. ნუ კი, ხო. ნუ ამის მე დანარჩენი ფოტოები რაც ვნახე, ვერ მუშაობს კარგად, ძალიან უჭირს. იულია, ნუ მე საუღნიშნე წინაზეც, რომ იულია არის მსახიობი. ყველაფერი კარგად გამოსდის, კარგად მოძრაობს, აქვს საოცარი პლასტიკა. ალისამ რატომღაც გამიცრუა იმედები, იმიტომ რომ ძალიან მომწონს და რაღაც ამ თემაზე საერთოდ ვერ იმუშავა და არ გამოვიდა კარგი. სოფოსაც ძალიან მოუხდა და კარგად იმუშავა, რაღაც ისეთი თავდაჯერებული და ელეგანტურია და ძალიან მომწონს. თავიდან დაძაბული იყო, მაგრამ შემდეგ გაიხსნა. გაიხსნა და კარგად. ელენეს მოუხდა, კი, მაგრამ ელენე უფრო კარგია ისეთ ბუნებრივ ფოტოებში, ვიდრე ანუ ის დაჭერა უჭირს პოზის მე როგორც ვატყობ. ელენა ხო? ელენას ძალიან ლამაზი იყო. კარგად იმუშავა. ეს სტილიც ძალიან მოუხდა, ხასიათში ზის. მოდი, მაშინ დავუძახოთ გოგოებს და გამოვავლინოთ აუთსაიდერი. გამოვავლინოთ. მოგესალმებით გოგოებო. თქვენ გქონდათ გუშინ რიგით უკვე მეორე ფოტოსესია. ფოტოსესია, რომელმაც დღეს უნდა გამოავლინოს აუთსაიდერი. მე ამ ფოტოსესიით ვარ ძალიან კმაყოფილი, ძალიან მომეწონა ფოტოები და ყველანი თითქმის კარგად გამოიყურები და კარგად გაართვით თავი. დიდი მადლობა უნდა გადაუხადო ამ ფოტოებისთვის ლეკო სტუდიას. ეხლა მინდა მიმართო ევიას გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით. ევია, გუში რაც მოხდა ბედ ლაუნჯში. ეს არის არასწორი. შენ დაარღვიე პროექტის წესები და კონტაქტი დაამყარე გარეშე პირთან. მიუხედავად იმისა, რომ ევია გააფრთხილეს და მაინც იგივე გაიმეორა, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ის დაისაჯოს შემდეგნაირად. ანუ შემდეგ სერიაში ის გამოტოვებს ჩვენებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მე ესე ვფიქრობ. და მოუწევს მარტო ფოტოსესიით შეფასება. ეხლა მე მინდა გამოვავლინო ჩვენი ფავორიტები. ეს არის იულია და თათაკო. იულია და თათაკო. მე ძალიან კმაყოფილი ვარ და ლეკოც დამეთანხმება, იმიტომ რომ ლეკო იმ პროცესში იქ იმყოფებოდა და როგორც მითხრა, ნუ კარგად იმუშავეთ. კი, უცოდ. შემდეგი ორი გოგონა. ტანია და საკო. საკო, ძალიან მონდომებული ხარ. მიზან დასახული ხარ. შენ თავში დარწმუნებული ხარ, რა ძალიან მომწონს. და რასაც ინდომებ, ყველაფერი კარგად გამოგდის. ოჩახ, ძალიან მომეწონა. რაც შეეხება ტანიას. ტანია ძალიან ლამაზი გოგოა. უბრალოდ ცოტა ღრუბლებში დაფრინავ ტანია და ცოტა დაბნეული ხარ. მაგრამ რაც შეეხება ამ თემას და ამ ფოტოსესიას, არაჩვეულებრივად გაართვით თავი. მარშა.
მაშა, კარგად იმუშავე ძალიან. ძალიან მოუხდი თვითონ თემას. უბრალოდ შენი პრობლემა ის არის, რომ კამერაში ჩანხარ ცოტა მასიური და მომატებული. ანუ შენ კიდე გინდა 1-3 კილო მაინც რომ დაიკლო, შემდეგ იდეალურად გამოჩნდები. შემდეგი გოგო, რომელიც გააგრძელებს ტოპ გოგოს ტიტულისთვის ბრძოლას, ეს იქნება ელენე. იყავი ძალიან ელეგანტური, ქალური და ძალიან მოგიხდა თვითონ სტილი რეტრო. შემდეგი გოგო, ეს იქნება სოფო. სოფო, შენ თითქმის იმ სამყაროში ცხოვრობდი, მე მგონი. წინა ცხოვრებაში ალბათ იქ იყავი, ხო? შემდეგი გოგონა, რომელიც გააგრძელებს ტოპ გოგოს ტიტულისთვის ბრძოლას, ეს იქნება აზიზა. ძალიან არ მომეწონა შენი ფოტო, ანუ საერთოდ არ მოუხდი ამ თემას, მაგრამ შენ იმდენად საინტერესო სახე გაქვს, რომ კიდე მოგცემთ საშუალებას, რომ შენი ფოტოები, ანუ შენი სახე ვიხილოთ სხვადასხვა ფოტოსესიებზე, იმიტომ რომ მე ძალიან მაინტერესებს პირადად. შემდეგი გოგო, რომელიც რჩება პროექტში, ეს იქნება ლილუ. ლილუ, ოჩახ, კაი გოგო ხარ ძალიან, მომეწონა ფოტოები. შენი პლუსი და მინუსი მე მგონი იცი, რომ ხარ ძალიან ელასტიური, გაქვს მსახიობური ნიჭი, რაც ძალიან გეხმარება და გადაგარჩინა მან. შემდეგი გოგო, ვინც რჩება პროექტში, ეს იქნება მარია. კარგად იყავი ფოტოზე, ნუ აღფრთოვანებული არა ვარ, მაგრამ არაუშავს. უბრალოდ ცოტა წონაში დაკლება გჭირდება და გაითვალისწინე ძალიან გთხოვ. გოგონა, რომელიც ასევე დარჩება პროექტში, ალისა. მე შენ გამიცრე იმედები. რაღაც არ მოგიხდა, საერთოდ არ იყო ეს შენი რეტრო სტილი და ლეკოც მეთანხმება ალბათ, იმიტომ რომ ცოტა მუშაობა გაგიჭირდა. ძალიან უცხო იყო ეს შენთვის, როგორც მივხვდით ფოტოსესიებიდან. შემდეგი გოგო, რომელიც გააგრძელებს ტოპ გოგოს ტიტულისთვის ბრძოლას, ეს იქნება ელენა. ოჩახ ელენა, ძალიან კარგად იმუშავე. თვალები იყო საოცარი. მთელი მუხტი, ენერგია, ხასიათი მოდიოდა თვალებიდან. ძალიან კარგად გაართვი თავი და გილოცავ. გოგონა, რომელიც აგრძელებს ასევე ტოპ გოგოს ტიტულისთვის ბრძოლას, ეს იქნება ლილა. საერთოდ ვერ იმუშავე. უბრალოდ შენ გადაგარჩინა შენმა სახემ, შენმა ნაქვთებმა და შენმა თვალებმა. საერთოდ არ მოგიხდა თუ შენ არ მოუხდი ამ თემას. არ ვიცი, მაგრამ გაითვალისწინე, რომ მეტი ემოცია სახეზე. რა თემასაც გაძლევენ, ის თემა კარგად გაიაზრე და იმ თემის მიხედვით იმუშავე. დარჩა 4 გოგო. მე ხელთ მაქვს მხოლოდ 3 ფოტოსურათი. შემდეგი გოგო, რომელიც გააგრძელებს ტოპ გოგოს ტიტულისთვის ბრძოლას, ეს იქნება ნუკი. თავდაჯერებული ხარ, ვერ ვიტყვი რომ არ ხარ თავდაჯერებული და ცოტა ამბიციურიც ხარ. ეს არ არის ცუდი, მაგრამ ეცადე რომ მეტი იმუშაო სახის, კარგი და თვალებით. შემდეგი გოგო, რომელიც რჩება პროექტში, ეს იქნება იულია. იულია დარჩი პროექტში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე კმაყოფილი ვარ. საერთოდ ყველა ფოტოზე გაქვს უმეტყველო თითქმის ერთი და იგივე სახე, რაც ძალიან არ მომწონს. ეცადე რომ თემის მიხედვით იმოძრაო და ასევე სახის გამომეტყველებაც ისეთი მიიღო, როგორც თემას მოუხდება. ორივე წინ თუ შეიძლება. ელენე და მარია. თქვენ განი, რომელიც რჩება პროექტში, ეს იქნება, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი. მაგრამ ეს იქნება ელენე. გილოცავ, შენ გადაგარჩინა გეტყვირა. თვითონ თემა მოგიხდა ძალიან. მარიამ, სამწუხაროდ შენ აღმოჩნდი ყველაზე სუსტი. ძალიან გიჭირს ფოტოპოზირება. საერთოდ სულ სხვაგან ხარ, რა თემასაც მოგცემენ, ანუ იქ არ ხარ, არ მუშაობ ამ თემაზე, მივხვდი? შენი ფოტო რამოდენიმე ვნახე, 4 ფოტო, მაგრამ ყველგან ერთი და იგივე სახე, ერთი და იგივე თვალები, ერთი და იგივე გამომეტყველება. და ესე ცოტა გაგიჭირდება მუშაობა. ძალიან მწუხვარ, მაგრამ უნდა დაგემშვიდობოთ. მოთი. მარიამი აღმოჩნდა უსუსტესი იმ გოგოებიდან
და იმ ფოტოსესიიდან, რომელიც ჩვენ დღეს ვნახეთ და ჩვენ სფეროში არის ესეთი კანონი. როდესაც მოდელი შეიძლება იყოს ეფექტური, ძალიან ლამაზი, მაგრამ თუ ის ფოტოზე არ გამოდის კარგი და ვერ მუშაობს ისე როგორც საჭიროა, მის გადაღებას აზრი არ აქვს, რადგან ფოტოებში არ გამოვა კარგი. მას ძალიან უჭირს გადმოცემა ხასიათის, გადმოცემა ემოციის. აი თვითონ შიგნიდან არ მოდის ის სილამაზე და ის მუხტი რაც უნდა მოდიოდეს. ამიტომ დღეს გადავწყვეტეთ, რომ მარიამი ყოფილიყო აუთსაიდერი. ყველა აუთსაიდერი იტყვის, რომ ანუ სხვებს მისცა შანსი და ჩვენ არ მოგვცა. ანუ სხვებსაც უთხრა ნინომ, რომ სუსტები არიან, ანუ ვერ წარმოაჩინეს ისე თავი, მაგრამ მე რატო არ მომცა? ეს არგუმენტი ყველას ექნება და ყველამ შეიძლება თქვას, მაგრამ მე კიდე ხაზგასმით ვამბობ, რომ ისინი, ვინც ჩვენ გავუშვით ძალიან სამართლიანად და აღმოჩნდნენ უსუსტესი. ჩემთვის ყველაზე მეტად საინტერესო იყო თათაკო, კიდე იყო ტანია, რომელიც ძალიან კარგად იპოზიორა, კიდე იყო იულია, რომელიც შესანიშნავი გოგოა, კარგად პოზირებს, კარგად გადმოსცემს ემოციას, ყველაფერს, რაც ჭირდება, რაც ჭირდებოდა რეტრო სტილს. ყველა გოგომ ძალიან კარგად გააცოცა. უბრალოდ აი იყო რამოდენიმე გამოვარჩევდი, რომელმაც შესანიშნავად იპოზიორეს და კარგი შედეგებიც აჩვენეს. აუთსაიდერი, ვინც გავარდა, ის ყველაზე სუსტი იყო, ჩემი აზრით და მიიღო შედეგიც, რომ ავიდა პროექტიდან, დატოვა პროექტი. ვერდიქტი გამოტანილია. ტოპ გოგოს ტიტულისთვის ბრძოლას კიდევ ერთი კონკურსანტი გამოეთიშა. გოგონებს წარმატებისკენ საინტერესო, მაგრამ რთული გზა ელით. ეს ტოპ გოგოა. დაელოდეთ მომდევნო ხუთშაბათს. შოუ გრძელდება. გადაცემის სპონსორია წყაროს წყალი ბაკურიანი. ბაკურიანი, შენ გრძნობ, სხვები ამჩნევენ. გადაცემის სპონსორია ემბავუდი. შეიძინე ავეჯი ემბავუდში და მიიღე საჩუქრები. ემბავუდი, ავეჯის შეძენის დროა. გადაცემის სპონსორია ჩაის ქართული ბრენდი გურიელი. გურიელი ექსპორტი. დაბადებული საქართველოში. პროექტის მონაწილეთა უსაფრთხოებაზე ზრუნავს დაცვის კერძო კომპანია თორნი.